მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ელთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი მისიის ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნა 2024 წლის გაზაფხულიდან, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გააუქმონ ან ფუნდამენტურად გადახედონ კანონმდებლობას, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონებსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს თანამშრომლობა ოდირთან და ვენეციის კომისიასთან, ასევე სრულიად შეასრულოს მათი რეკომენდაციები. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების, თვითნებური დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისგან. გაიწვიოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი. მართველი გუნდის შეფასებით ანგარიში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობებია. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა შესრულდეს, რადგან ესაა ერთგვარი გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რეკომენდაციებს ხელისუფლება ეროვნულ დონეზე შეასრულებს და პოლიტიკური კრიზისთან ქვეყანა გამოვა, ან გაჯიუტდება და მიიღებს საერთაშორისო გამოძიებას. თუ ვინმეს კიდევ შერჩა გონიერება ოცნების გუნდში, ოპონენტების გათავისუფლება და გამოძიება კონკრეტულ საქმეებზე, ოპონენტების მიმართ ძალადობა, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, ახალგაზრდების მიმართ ძალადობა, რომელიც დღემდე ჩვენ არათუ გამოძიების რეალური შედეგები არ გვინახავს, არავინ არ არის დაკითხული. რაც შეეხება კანონს, ოჯახური ღირებულებების ნაწილი ჩვენთვის არის საკამათო, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია, ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები არის უმთავრესი, თუმცა საერთო ჯამში ეს დასკვნა ასახავს იმ პრობლემებს და იმ ძირითად მიზეზებს პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც არის ქვეყანაში. სამშობლოს ღალატის მუხლი გააუქმეთო, გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ და შავი ფული უნდა შემოვიდეს უცხოური ძალებიდან საქართველოში, პოლიტიკაში და თქვენ არ უნდა იცოდეთ ესო. გააუქმეთ ოჯახური ღირებულება აღარ დაიცვათოთ და დააკანონეთ კაცების ქორწინებაო. ანუ რეალურად გეუბნებიან, სუვერენიტეტი გადმოგვეცით ჩვენო. ჩვენ უკეთ ვიცით საქართველოს როგორ უნდა იმართოსო. აი ამ 300 წლიან სახელმწიფოებრივ ისტორიის მქონე ქვეყანას გვეუბნებიან და 2000 წლიან მართლმადიდებლური ქრისტიანობის მქონე ქვეყანას და ეხა იმისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა მათ შორის მე-20 საუკუნის დასაწყისში თუ ძალით წაიღეს სუვერენიტეტი. ეხლა გვეუბნებიან თქვენინებით ჩააბარეთ თუ არა და ძალით წავიღებთო და აი ეს არის რეალობა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ანგარიშები არის აი მტკიცებულება ყველაფერი იმის, რაც ვთქვი. ჯერ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მარტივ კითხვას გასცეს პასუხი, უნდა იყოს თუ არა დაშვებული ჩვენს ქვეყანაში, სკოლებში და ბაღებში LGBT პროპაგანდა. უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა. უნდა იყოს დასაშვები თუ არა ჩვენს ქვეყანაში შავი ფულის ტრიალი და პოლიტიკის დაფინანსება გარედან. და ამ კითხვებს ეს ადამიანები გაურბიან და შემდეგ საუბრობენ აბსოლუტურ სისულელეს, აბსოლუტურ სიგიჟეს, მამოძრავულად საუბრობენ და ახსენებენ ჰააგას და ეს ყველაფერი საიდან არის დაწყებული თუ არა დეზინფორმაციის გამავრცელებლად გადაქცეული BBC-ს პროპაგანდისტული ფილმისგან, რომელსაც შემდეგ მოუყოლეს ისევ და ისევ გებელსისეული პროპაგანდა, რომელიც არ ჭრის არ ჩვენ ქვეყანაში და არც სხვა ქვეყანაში. ხო საუბრობენ ჰააგაზე და ჩვენ გვახსოვს თუ ვინ არიან ამ სიტყვების ავტორები, ეს ადამიანები, რომლებიც ფეხქვეშთელობენ ადამიანის უფლებებს და ვინ თუ არა კოლექტიური დაცმოძრაობა არღვევდა ადამიანის უფლებებს, ფეხქვეშთელობდა კერძო საკუთრებას, ღირს ადამიანის ღირსებას და ესენი ჩვენ გველაპარაკებიან სამართლიან სასამართლოზე და ვხედავთ როგორი აჟიოტაჟიც აქვს ატეხილი არც წარსულში და არც ეხლაც არ შეუძლებთ მარტივ კითხვას გასცენ პასუხი. რამდენი სქესი არსებობს? ისევ შეფასებების თემა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რიგით მე-9 რეზოლუცია, რომელიც ოცნების მისამართით ისევ კრიტიკულია. დოკუმენტით, რომლის სახელწოდებაა ელენე ხოშტარიას საქმე და
პოლიტიკური პარტიები, ევროპარლამენტი, ხოშტარიასა და სხვა დაკავებული პირების გათავისუფლებას, კონკრეტული კანონების გაუქმებასა და მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვს. საუბარია მიხეილ სააკაშვილზეც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უცხოელი აქტორები ოპოზიციისთვის მთავარი მაშველი გოლის ფუნქციას ასრულებენ. ოპოზიცია კი დასავლეთიდან სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ქართული ოცნების შეჩერების ერთადერთი მექანიზმია. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას განცხადებებს, კი საჭიროა მეტი ეფექტიანობა, კი ევროსტრუქტურების მხრიდან უნდა გადაიდგეს კონკრეტული ნაბიჯები, ტარგეტირებული სანქციები, ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც უნდა ამუშავდეს, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხიოს. ის თავხედობა, ის რიტორიკა, ის დამცინავი ტონი, რომელიც ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ისმის, საჭიროებს რეაგირებას ევროსტრუქტურების მხრიდან და ამაზე საუბრობს ევროპარლამენტარები, რომ კონკრეტული ნაბიჯების გარეშე ქართული ოცნება უკან არ დაიხევს. უკან მხოლოდ მაშინ იხევს, როდესაც კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტები არის მოქმედებაში და ამის კონკრეტული მაგალითი არის ირაკლი რუხაძე, რომელიც სანქციებს გაექცა. ჰასიანი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. არა მარტო ჩვენთვის, სხვათა შორის ამერიკის პრეზიდენტისთვის, სახელმწიფო მდივნისთვის, ვიცე-პრეზიდენტისთვის და ჩვენ თუ არ გჯერათ, არც ხალხის ძალის გჯერათ, არც ქართული ოცნების გჯერათ, ამერიკის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას მაინც დაუჯერეთ, რომ ევროპარლამენტი დღეს აღარ არის უკვე ღირებული სამწუხაროდ ინსტიტუტი ევრობიუროკრატიაში. ის რომ რუსული რუბლების მიღება არ იცის გრეგოროვამ ხოშტარიასთან დაკავშირებით ეს მისი პრობლემაა. არ იცნობს საქართველოს და თვითონ ხოშტარია აღიარებს, რომ დიახ იღებს რუსულ რუბლებს რუსეთიდან და გრეგოროვამ არ იცის მისმა დაქალმა. და ეხლა რა ვქნათ ჩვენ მათ ურთიერთობაში ჩვენ ვერ ჩავერევით? საგამოძიებო კომისიის მასალები ახლა უკვე ინგლისურადაც დაიბეჭდა და ჩვენები ყველგან გააგზავნიან. მოდი კიდევ ერთხელ გადაიკითხონ ეს ყველაფერი. და მე თუ იტყვიან რომ ეს პოლიტპატიმრები არიან კიდევ საერთოდ შევწყვეთ საუბარსაც კი მათთან. ესე იგი საერთოდ წარმოდგენა არ აქონიათ რა არის პოლიტპატიმარი ეს ცნება. რუსეთიდან ფულს რო იღებს თურმე პირველად გაიგეს. ახლა ხო უთხარით. ახლა მეორეჯერ რო ვეთქვით ხო ვეღარ იტყვია პირველად გავიგეთ, უკვე მეორედ გაიგებენ. გადაამოწმოთ ვისთან აქვს საქმე. რა ტიპის ადამიანებთან აქვს საქმე და მე დაგვიწყონ ჩვენ რაღაცა კრიტიკული რაღაც საკითხების შემოთვლა. დღეს ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე მერიის სამსახურებისა და მერიის მიერ დაფუძნებული აიპების 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები მოისმინეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და აიპების ანგარიშების წარდგენის შემდეგ საკრებულოს კომისიების მიერ დადებული დასკვნები თუ რეკომენდაციები მოისმინეს დღეს ბიუროს ხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. მისივე შეფასებით რიგი სამსახურების მუშაობა დადებითად შეფასდა, თუმცა იყო რეკომენდაციები და რჩევები, რომელიც აღნიშნულმა სამსახურებმა მოისმინეს. დღევანდელ ბიუროზე ჩვენ განვიხილავთ მერიაში არსებულ ყველა სამსახურის ანგარიშებს თუ რა გააკეთეს მას გავნელი წლის განმავლობაში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მუნიციპალიტეტისთვის, საკრებულოსთვის, რომ ყველა სამსახურის, მათ შორის აიპების ერთი წლის განმავლობაში გაკეთებული საქმიანობა იქნას საკრებულოს თომაზე მოსმენილი. ყველა ეს საკითხი წინასწარ არის ჩვენთან მოსული, ყველა ეს საკითხი განხილული იქნა შესაბამისი კომისიის სტომებზე. იქ არის გარკვეული შენიშვნებიც, წინადადებებიც, რჩევებიც, როგორ ჯობია, ვთქვათ, ასე როგორი იქნება უკეთესი აიპის შემდგომი განვითარება, ვთქვათ, სამსახურის შემდგომი საქმიანობა. ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმეdelis პირველ და მეორე შესახვევებში გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში შემოქმეdelis ქუჩაზე მოწესრიგდა წყლის სისტემა, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. აღნიშნული პროექტით გზასთან ერთად ეზოებში შესასვლელები კეთდება. სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და მერის მოადგილე გურამ გოლიაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. გზის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმეdelis პირველ და მეორე შესახვევებში ჯამურად 650 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდა წყლის სისტემა, გააკეთდა
რკინაბეტონის სანიაღვრე არხები და გზასთან ერთად მოიწყობა ეზოში შესასვლელები. გზის პრობლემა იყო, სანიაღვრე არხები არ იყო, ახლა ეს გაგვიკეთდა, გზა მოგვიწესრიგდა, არხები მოგვიწესრიგდა და მადლობელი ვართ ამისთვის. კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2006 წელს დაბადებული ნგ და 2007 წელს დაბადებული ნმ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში მამაკაცს 1994 წელს დაბადებულ გგ-ს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გგ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცავებმა ნგ და ნმ ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 191, 157 პრიმა და 115 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლანჩხუთის გურიამ კვლავ დიდი ანგარიშით მოიგო. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის გათამაშების მეორე ტურში ლანჩხუთის გურია თბილისის მერანს დაუპირისპირდა. მატჩი ფოთში გაიმართა, სადაც ლანჩხუთელები ნომინალური მასპინძლები იყვნენ, რადგან ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გურიამ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, ამჯერად 7-0. გოლები ლანჩხუთელთაგან დათა სიჭინავამ, კახა კახაბრიშვილმა, ნოდარ იაშვილმა, ლუკა ჩაგანავამ, ლევან კაკუბავა და დავით მაისაშვილმა გაიტანეს. წინა ტურში გურიამ სტუმრად ლოკომოტივი 4-1 დაამარცხა. 2 ტურის შემდეგ ლანჩხუთელებს 6 ქულა და 11 გატანილი გოლი აქვს და გათამაშების ლიდერები არიან. მომდევნო შეხვედრას გურულები სტუმრად 19 მარტს გამართავენ და იბერია 1999 ორ შეხვდებიან. ოზურგეთელი დავით მატკავა და გაბრიელ თავბერიძე უმცროს ჭაბუკებს შორის ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ოზურგეთის ბერძნულ რომაული ჭიდაობის გუნდმა კი საქართველოს პირველობაზე გუნდური მეორე ადგილი აიღო. ასევე საპრიზო ვერცხლის მედლები აიღეს რომანოს თოიძემ და საბა ჭელიძემ. საქართველოს ჩემპიონატს ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ქალაქი გორი მასპინძლობს. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა ხვალინდელი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ზოგან შესაძლებელია ნისლი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ოზურგეთში ჰაერი ხვალ 16 გრადუსამდე გათბება. ხვალ ჩოხატაურში ჰაერი 16 გრადუსამდე ავა. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ჰაერის ტემპერატურა +19-ს მიაღწევს. რაც შეეხება ურეკს, აქ ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია ნავარაუდები. ბახმაროში ხვალ ჰაერი 5 გრადუსამდე გათბება. დედაქალაქში ხვალ შედარებით ცივი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი 11 გრადუსამდე, ღამით კი 4 გრადუსამდე გათბება. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.